დაჯილდოვება და მადლობის სიგელები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს კულტურის პალატამ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015 საზეიმო გახსნა დახურვის ცერემონიალის მონაწილე 500 სტუდენტი დააჯილდოვა. ოლიმპიური ფესტივალის გახსნა დახურვის ცერემონიალს ორგანიზებას საქართველოს კულტურის პალატა უწევდა. სეულ სტუდენტებმა გახსნის დღეს გრანდიოზული ბოქს შოუ წარმოადგინეს და 10,000 მაყურებლის ოვაცია დაიმსახურეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავს მასშტაბურ პროექტებში სტუდენტები მომავალშიც ჩაერთვებიან. სტუდენტებს კიდევ ერთხელ უნდა გადაუხადოთ მადლობა იმისათვის, რაც მათ გმირობა ჩაედინეს თბილისში 2015 წლის გახსნის და დახურვის ცერემონიალში მონაწილეობისათვის. მე მათ ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ეს არის ჩვენი ერის მომავალი და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს სტუდენტები ასე დავაფასებ და ჩვენ მათთან ვითანამშრომლეთ, კულტურის პალატასთან დაახლოებით 30,000 სტუდენტი თანამშრომლობს. და სიამაყე თქვა და მაყოფილებით თქვა ჩემი სტუდენტების სახელით, რომ ყველაფერს თავი გაართვეს მართლაც და ლამაზად, კარგად და მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არ მოულოდი ამხელა დაფასებას, რაც კულტურის პალატამ გამოხატა ჩვენი სტუდენტების მიმართ, ვის მონაწილეობა მიიღო. ახტოვანებულები არიან, მეც ახტოვანებული ვარ ამ ჩვენი სტუდენტების დაფასებისთვის. თავდაპირველად ძალიან გაგვიხარდა, როცა ჩვენ ჯგუფზე ვარ პროექტში შესწავლაზე